კიდევ ერთი პირველი ადგილი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ქონების რეგისტრაციის კუთხით მსოფლიო ბანკის კვლევაში Doing Business SIS სათავეში მოექცა. მსოფლიო ბანკმა ვითარება 183 ქვეყანაში შეისწავლა. კვლევის თანახმად საქართველოს ყველა კომპონენტში გააუმჯობესა მდგომარეობა, მათ შორის ბიზნესის დაწყების, კრედიტის აღების და ინვესტორების დაცვის კუთხით. კვლევის შედეგებს ნინო სამყურაშვილი უფრო დაწვრილებით გაეცნო. ნინო, რა კრიტერიუმებით აფასებენ ქვეყნებს და რისი წყალობით მოიპოვა საქართველოს პირველი ადგილი ქონების რეგისტრაციის თვალსაზრისით? ქონების რეგისტრაციის კუთხით პირველი ადგილი არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა საქართველოში და ასევე კრიტერიუმებით შეფასებისას იყო სწორედ ის თუ რა პროცედურები ჭირდება იმისათვის რომ დარეგისტრირდეს ქონება, ასევე რა დრო ჭირდება მას და ასევე ფასიც რამდენი არის გადასახდელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მთავარი შედეგი, რამაც ეს მოიტანა, არის ის ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც უკვე რამდენიმე წელი არის, რაც საქართველოში დაინერგა, რადგანაც მოქალაქეს საერთოდ შენობიდან გაუცვლელად შეუძლია, რომ ქონება რაც შეიძლება მალე დაარეგისტრიროს 183 ქვეყანას შორის უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ბოლო 4 წლის განმავლობაში ქონების რეგისტრაციის კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. შეიძლება თავად ითქვათ, რომ საქართველოს სულთანბურების შედეგმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს ქონების რეგისტრაციის კუთხით მსოფლიოში საუკეთესო მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ქონების რეგისტრაცია ხდება ყველაზე მარტივი წესით, ყველაზე სწრაფად და საკმაოდ იაფად. მონაცემი, რომელიც საშუალოდ დგება, ეს არის ერთი პროცედურა, ესე იგი ერთი მისვლით, ერთი მიმართვით ოპერატორთან და საშუალო მონაცემი გვაქვს 2 დღე. თუ შევადარებთ ამ მონაცემს ევროპის ქვეყნების მონაცემებთან, რომელიც არის 5 პროცედურა დაახლოებით 30 დღე, იგივე აზიის ქვეყნებთან, რომელიც კიდევ უფრო მეტია, შეიძლება თავად ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში დღეს საუკეთესო მოდელი. მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს აქვს ყველა კომპონენტში გაუმჯობესებული თავისი ადგილი, მათ შორის აქვს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხითაც ერთი საფეხურით არის წინ წაწეული და მსოფლიო რეიტინგში არის მე-7 ადგილზე. კვლევა, რომელიც არის დღეს გამოქვეყნებული, მოიცავს 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ივნისამდე ჩათვლით პერიოდს. მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები ნინო სამყურაშვილმა გაგვაცნო. ყაზბეგსა და